მოგესალმებით კოლეგებო. დღეს როგორც მოგეხსენებათ იმართება პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას მოგილოცოთ პირველ რიგში ქართული ხალხის მიერ და საქართველოს პარლამენტის მიერ დობის გამოცხადება, რაც გვაგრძელებს რა თქმა უნდა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა ამისათვის. ეს არის ჩვენი პროგრამა, რომელიც წარდგენილი იქნა პარლამენტის წინაშე, ქართული საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია, ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა პირნათლად შევასრულოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები. ჩვენი მიზანია 4 წელიწადში 130 მილიარდ ლარამდე გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ტენდენციები არის ძალიან კარგი. გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური ზრდის მონაცემები საქსტატის მიერ და წინა თვეში მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საარჩევნო თვე და როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებთან არის ხოლმე დაკავშირებული გარკვეული შიშები. ამის მიუხედავად წინა თვეში, ოქტომბრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11%. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნულს, ჩვენ გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ამ წლის პირველი 10 თვის მონაცემებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ჩვენ ვინარჩუნებთ არსებულ ტემპს და ტენდენციას და ამის შენარჩუნება არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. სწორედ ამ ტემპით ჩვენ შევძლებთ მივახციოთ ასახულ მიზანს და 130 მილიარდ ლარამდე მინიმუმ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიც, შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მილიარდი ლარი, 4 წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი იქნება 40 მილიარდ ლარზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგცემს ჩვენ ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, მოსახლეობაზე ზრუნვის საშუალებას. ეს არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ასევე ჩვენი პროგრამის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია 200,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური. ჩვენ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შევქმნით 170,000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია ეს, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200,000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4%-იან ნიშნულს ჩამოსდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი და ეს არის მართალი ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი 4 წლის თავზე გაიზრდება 3,500 ლარამდე. დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2,000 ლარზე მეტი, თუმცა რა თქმა უნდა, ზრდა ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი და 3,500 ლარს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი პროგრამის თანახმად საშუალო ხელფასი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც და ჩვენი ამბიციური მიზანია და ასევე შესრულებადი მიზანი სიღარიბე ჩამოსდეს 4%-ს 4 წლის თავზე, რაც აუცილებლად გავაკეთებთ. და ამისათვის მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ვითარდება მსოფლიოში და რეგიონში. ამისათვის მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა გაფართოებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელით შეუწყობს დამატებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას. ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები, 8,000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა ასე ვთქვათ განვითარებამ და ელექტროენერგიის გამომუშავებამ 4 წელიწადში. ეს არის ასე ამბიციური მიზანი, მაგრამ განხორციელებადი აბსოლუტურად უკვე დაწყებულია მუშაობა ასთან დაკავშირებით და პროცესები რა თქმა უნდა გრძელდება. განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა. ბუნებრივია ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით. და ამ კუთხით იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. პირველ რიგში, რაც შეეხება სკოლებს, იყო სერიოზული პრობლემა წლების განმავლობაში, როდესაც მაქსიმალურად იყო დაგნენებული სასწავლო პროგრამებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა
საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა და ეს შემდეგ, რამაც სამწუხაროდ თავის შედეგები გამოიღო, თუმცა რა თქმა უნდა, არაფერი არ არის დაგვიანებული და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყურადღება დაეთმოს, სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენი ბავშვების, მოსწავლეების სათანადო აღზრდას და მათთვის სათანადო განათლების მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სკოლების დეპოლიტიზება. თქვენ გახსოვთ ეს ხო წინა ხელისუფლების ხელწერა და ამ ხელწერით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით გქონდეს სერიოზული წინსვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების განვითარება. აქ მოგახსენებათ, გვაქვს ძალიან ამბიციური პროექტი, რომელიც უკავშირდება თბილისის და ქუთაისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწავლების შინაარსის გაუმჯობესებას. 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის და თვისებრივად ამაღლებული სწავლების ხარისხი, რაც თავარია ჩვენი სტუდენტებისთვის, რასაც მიყვებით გეგმაზომიერად. ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, არსებული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწის და გაფართოების თვალსაზრისით და ამაზე 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე. ეს არის პროექტი, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალურ ცენტრს საბოლოო ჯამში უნდა ქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა, თავისი საწვრთნო და თავისი სხვა, ასე ვთქვათ, სივრცეებით სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის. ამაშიც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება. რა თქმა უნდა, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია ჩვენ სამართალდამცავ წყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგ 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ზოგადად ასევე ჩვენს ჯარისკაცებზე და ჩვენს პოლიციელებზე ზრუნვას, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ეს იქნება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და გვაქვს სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად 2028 წლისთვის უნდა ქონდეს შესრულებული ასოცირების დღის რიგით გათვალისწინებული და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და რა თქმა უნდა ეს დაპირება პირნათლად შესრულდება. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გადაიდურთება თვისებრივად ურთიერთობები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების თვისებრივად გადადურთვა არის შესაძლებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებში შეექმნა სერიოზული პრობლემა, რაც არ ყოფილა მოგეხსენებათ ჩვენი ბრალი, ხელოვნური დაბრკოლებები იქნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იყო სერიოზული შანტაჟი, უხეში შანტაჟი, საქმე შანტაჟის ნაცვლად. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მმართველობით, რასაც ქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება. ეს ყველაფერი გამოჩნდა მათ შორის წელს გაზაფხულის მოვლენების დროს და ეს ყველაფერი გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ამ დღეებში. თქვენ ხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ, ასე ვთქვათ, გაწერილი გეგმა და უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდათ ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 3 რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ჩვენ ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, საკუთარი სუვერენიტეტით და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილებთ. არავის არ მივცემთ, რა თქმა უნდა, უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას. აქ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლს
მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს პირადად მას შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს, თითოეული პოლიციელის როლი ამ პროცესების სწორად მართვაში იყო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, ეს იყო უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ ნანახი გაქვთ მაგალითად ფრანგული კადრები, ჰოლანდიური კადრები, ამერიკული კადრები, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები, ხო, როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს ხოლმე დარბევის სახეს. საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით. ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში ჰქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, შუალედური პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს ხრიდა დემონსტრანტებს, როცა მას ერქვა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ის ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას. დღეს არის განსხვავებული ვითარება, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვახტანგ გომელაური, ძალიან ბევრი კომპლიმენტიც არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ბატონი ვახტანგი ამას და თითოეული პოლიციელი კიდევ ერთხელ ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისკები იყო, რა თქმა უნდა, რისკები იყო მათ შორის ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის და მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურება ის, რომ მაქსიმალურად იქნა ყველა რისკი თავიდან არიდებული. რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან თუ რაში აქვთ თავი შეღუპილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარისქმა მათთვის არის უბრალოდ შეუძლებელი, ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი. რაც ყველაზე სამწუხარო, ისინი წირავენ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე საშველისთვის. თქვენ წაიგითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაგავებული ძალიან მძიმე სავარაუდო, ასე ვთქვათ, დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ავანტურისტების პასუხისმგებლობა. ხო არის 4 პარტია, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ამისათვის. შესაბამისად, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასწდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ ცდილობასთან, რასაც ქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ასე ვთქვათ, ცდილობა. გასაგებია, რასაც გვაქვს საუბარი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქვს საზოგადოებას, არის ლიბერალური ფაშიზმი. ეს ადამიანები არიან უმცირესობა, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ისინი მოქმედებენ ზუსტად ისეთივე აგრესიული ფორმებით, როგორც თავის დროზე, ზუსტად 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ბოლშევიკები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის საწინააღმდეგო აზრის არ დაშვება, პოლემიკის არ დაშვება, უხეში აგრესია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც გამოხატავს განსხვავებულ აზრს. ეს არის მათ შორის ტელევიზიებში შეჭრა, თქვენ გაიხსენეთ ალბათ მათი ხელწერა, როდესაც გეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ხო, ეს არის მათი ხელწერა, მათ გაიმეორეს, ასე ვთქვათ, მინი ფორმებში ის, რაც გააკეთეს თავის დროზე 7 ნოემბერს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია იმეჯი. ხო, ზუსტად იმის მცირე ანალოგია იყო, მათ უბრალოდ აღარ აქვს საშუალება გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს თავის დროზე 7 ნოემბერს. მადლობა ღმერთს, ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც ასე ცდილობდნენ ზოგიერთები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც ის აკეთებენ ახლა,
ამ ფორმით, მცირე ფორმით, ისინი ზუსტად იგივეს გააკეთებდნენ, რა თქმა უნდა, იგივე ფორმით, რა ფორმებსაც 2007 წლის 7 ნოემბერს იყენებდნენ. რა თქმა უნდა, მას ამის საშუალებას არასდროს არავინ მიცემს. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა რევოლუციის მოწყობის სამი მცდელობა უცხოური დაფინანსებით. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ვერ გააცნობიერეს ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს. საქართველოს არის სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფო. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა ავანტურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია არის, რა თქმა უნდა, იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული. ერთ კიდევ რაც არის კარგი ამ პროცესებში, სისტემა იწმინდება. სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა და თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად ეს სისტემა გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. ერთ კიდევ პრობლემა, რაც ხაზი უნდა გაესვას, რაც განათლებასთან არის დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე ბიზნეს ტესტებიდან, საქართველოში არის საკითხulis გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს საკითხულს ამ მოსმენას, შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც საკითხulis გააზრება უჭირთ მაგალითად კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში, ანუ უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებებში, ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო დიდი პრობლემა. მე მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა საკითხulis ან მოსმენელის გააზრება, ყველასთან ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, დისკუსიისთვის, აბსოლუტურად ყველასთან ვართ დისკუსიისთვის. თუმცა აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გქონდეს, თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ამოქმედა ლიბერალური ფაშიზმი და ყველა საუგრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ვარ ჩვენ ასევე გახსნილი დისკუსიისთვის ნებისმიერს გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგოს, რაც ჩვენგან ითქვა, თავაზობთ, მოგზავნდნენ და გავმართოთ. გნებოთ საჯარო, გნებოთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც დარწმუნებული ვარ, ამოქმედება ლიბერალური ფაშიზმი და არც ერთ ასეთ ადამიანს, გულწრფელ ადამიანს მათ შორის არ მიცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას. რატომ? იმიტომ რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება. თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის აზრს, მით უმეტეს, როცა საუბარია გულწრფელ ადამიანებზე. დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები. არ საუბრობ, რა თქმა უნდა, ძალადობრივ დაჯგუფებებზე, არიან გულწრფელი ადამიანები და სწორედ მათთვის არის ჩვენი შეთავაზება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა პირველ რიგში ამისათვის არის საჭირო ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და არა ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება. კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ასევე თვითლიკვიდაციის რეჟიმში. ჩვენ საუბრობდით არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას უკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას. თუმცა ისე მიყავთ პროცესები ამ ადამიანებს, რომ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც მოხდეს ასეთი პროცესის ინიცირება. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ამ დღეებში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს. დანარჩენს დაველოდოთ, ნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, ყველაფერი არის ჩვენს ხელში. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის თუ როგორ ვითარდებოდა გარედან პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან. მინდა შეგახსენოთ კანვასის ტრენინგები. მაშინ ვიღაცები ირონიულად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული მაგალითად რევოლუციურ პროცესებში. ფაქტი არის სახეზე. არიან ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები და ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში. რაც ძალიან სამწუხაროა. იყო ფრანკლინის კლუბი, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ორგანიზება ძალადობრივი ქმედებებისთვის და შედეგიც არის სახეზე. ეს ყველაფერი ხდებოდა უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ
შეგვიძლია გავიხსენოთ ის, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იგივე ადამიანები, იგივე ძალები კანონს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდარიყო გაუმჭვირვალედ. მე ყველას მინდა კიდევ ერთხელ უთხრა, ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება. საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით. ყველას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შანტაჟი და უსამართლო მიდგომა, არაჯანსაღი მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა დასრულდეს და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც ჩვენ გავახმოვანეთ საქმე შანტაჟის ნაცვლად. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, არ შეიძლება ეს საკითხი გამოდმებით გამოიყენებოდეს როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე როგორც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ, საქმე შანტაჟის ნაცვლად. ჩვენ ვართ ღირსეული ხალხი, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა და არავის მიცეთ იმის საშუალებას, რომ წლების განმავლობაში გვამყოფონ შანტაჟის რეჟიმში, უსამართლობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოლდოვა. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტები. ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, ძიმედ განვითარებული ქვეყანა, სადაც ქვეყანაში მოსახლე ადამიანების მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და 55% არის წინააღმდეგი, ხო? ეს არის ფაქტები. მოლდოვა არის DST-ს წევრი ქვეყანა და მოლდოვა არ შეერთებია სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ხო, ეს არის ის, რის გამოც მაგალითად უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოში ელჩი გაიწვია. არის ასეთი ქვეყანა, კორუფცია, სუსტი ინსტიტუტები, DST-ს წევრი, აღარ მინდა გავაგრძელო და მას ანიჭებ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა. გასაგებია, რაშიც არის საქმე. უხსნი მოლდოვას მოლაპარაკებებს, საქართველოს არა. ეს არ არის შანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქმე შანტაჟის ნაცვლად, სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად. ეს უნდა ვიხილოთ ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ინაუგურაციის შემდეგ, მოვლენები ევროკავშირში ვერადუფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. კიდევ ერთხელ ურთიერთობების გადატვირთვა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, თუმცა ამისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ ერთგულად უნდა ვიზრუნოთ, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და ამით იქნება დაკავებული, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა, გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე.